160-მდე ეგრეთ წოდებული ყვითელი მიკროავტობუსი დაყადაღებულია აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კომპანია TP-Line-ის მოძრავი ქონება საახსრულებლო დოკუმენტის საფუძველზე დააყადაღა. კომპანია TP-Line-ს TBC ბანკის საკრედიტო დავალიანება 2 მილიონი ევრო აქვს. დაყადაღებული მიკროავტობუსები საერთო რაოდენობის მცირე ნაწილს წარმოადგენს. დანის ავტოპარკში იყო ჩვენი კორესპონდენტი ნოდარ ჩაჩუა დაყადაღების პროცესის დეტალებზე ის პირდაპირ ეთერში ისაუბრებს. ნოდარ გისმენთ. დიახმასკა სულ თბილისის ავტობუსის მაღაზზე ირიცხება 2500 მიკროავტობუსი 2500-დან დაყადაღებულია მხოლოდ 153 ერთეული და საქმის წარმოება აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო 2013 წლის 4 იანვარს. საუბარია სწორედ იმ დავალიანებაზე, რომელიც თბილისის მიკროავტობუსს გააჩნია TBC ბანკის მისამართით და თანხაში საერთო თანხა დავალიანების თანხა შეადგენს 2 მილიონამდე ევროს. აღნიშნულ კომპანიას აქვს დავალიანება TBC ბანკის და აღნიშნული საახსოვო ფურცლის თანახმად უნდა განხორციელდეს დავალიანების დაფარვის მიზნით მათ საკუთრებაში არსებული სამარშრუტო ტაქსებიდან მხოლოდ 153 ერთეული სამარშრუტო ტაქსის რეალიზაცია. ახლო მომავალში იგეგმება საახსოვო ფურცლის თანახმად აღნიშნული სამარშრუტო ტაქსების რეალიზება. დღეს უკვე იძულებული იყო დაელუქა აღნიშნული ავტომანქანები, ვინაიდან აუქციონზე რეალიზაციის დროს ავტომანქანები არ შეიძლება იყოს ვინმეს გამგებლობაში. გლდანის ავტოპარკში დაყადაღების პროცესი უკვე დასრულებულია, თუმცა დღის მეორე ნახევარში უკვე TBC ბანკმა მიიღო სწორედ ამ დაყადაღებული დოკუმენტის გაყადაღების გადაწყვეტილება და შეიცვალა ამ გადაწყვეტილება. ამ მოთხოვნით უკვე მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, თუმცა დოკუმენტი ჯერჯერობით არ არის შესული აღსრულების ეროვნულ ბიუროში, თუმცა დოკუმენტის შესვლისთანავე სწორედ აღსრულების ეროვნული ბიურო ისევე როგორც დაყადაღების, ასევე გაყადაღების პროცესს რამდენიმე საათში დაიწყებს. ეს გავაკეთეთ გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიაში შეიქმნა რთული ვითარება, იყო პრობლემები მძღოლებსა და კომპანიის ხელმძღვანელობას შორის, მოხდა რამოდენიმე არასასიამოვნო ფაქტი მძღოლების და მათი მანქანების დაზიანების და გვინდოდა რომ ჩვენი გირავნების ნაწილი აღარ დაზიანებულიყო. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ შევიტყვეთ, რომ კომპანიაში ურთიერთობა მძღოლებსა და მენეჯმენტს შორის დარეგულირებულია და ხვალიდან ყველა მძღოლი აპირებს, რომ ხაზებზე გავიდეს და აღდგეს ნორმალური ფუნქციონირება კომპანიის, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ იმის მიუხედავად, რომ არ გვინდა ჩვენი გირავნობა დაზიანდეს, მაინც გავუშვათ ეს მანქანები ხაზებზე. ჯერჯერობით უცნობია როდისთვის დაიწყება ყადაღის მოხსნის პროცესი, თუმცა ვინაიდან 2500 ავტომანქანაა დარიცხული, როგორც უკვე გითხარით, თბილისის მიკროავტობუსის მაღაზზე და დღის განმავლობაში მხოლოდ 1500 დაახლოებით 1500-მდე მიკროავტობუსი მოძრაობს. 153-მდე მიკროავტობუსის დაყადაღება, როგორც TBC ბანკში აცხადებენ საერთო სურათზე არ აისახება და ქალაქში გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემებს არ შექმნის, თუმცა როგორც თქვენ უკვე სინქრონიდან მოისმინეთ, გაყადაღების გადაწყვეტილება TBC ბანკმა უკვე მიიღო და როგორც კი აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი ცნობით TBC ბანკი მიმართავს უკვე აღსრულების ეროვნული ბიურო დაიწყებს გაყადაღების პროცედურას. ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით დავკავშირებოდით თბილისის მიკროავტობუსის კომპანიის წარმომადგენლებს, თუმცა ისინი ჩვენთვის მიუწვდომელი აღმოჩნდნენ და ჩვენს საკითხებზე პასუხს არ ცემენ. მადლობა, პირდაპირ ეთერში ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა.